მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო. ახლა ჩვენი მყოფებით ყველაზე ბუთქუნა და ყველაზე ზარმაცი ძამიკო საძინებელში. ალბათ ყველას გაინტერესებთ როგორია მისი დილის რუტინა. ბატონო ბუთუნ, როგორია თქვენი დილის რუტინა? დიახ, ბატონო ბუთუნ, როგორია თქვენი ჩემი დილის რუტინა კი არა, გამანებით რა თავი და ვიძინო. საინტერესო პასუხია. ახლა კი გადავიდეთ კულინარიულ შეკითხვაზე. ბატონო ბუთუნ, თქვენი აზრით რამდენ ხიკალს შეჭამდით დილით უზმოზე პირდაპირ ლოგინში რომ მოგართოთ? შემეშვით რა, გაწიე კამერა. მეგობრებო, დაწერეთ კომენტარებში თქვენი აზრით რამდენ ხიკალს შეჭამდა ჩემი ძმა დილით პირდაპირ 10 წამის თვალებგახელზე. აი გავრცელდა ინფორმაცია რომ თქვენ ძალიან მოგწოთ ნინო დარსალია. უარყოფთ თუ ადასტურებთ ამ ფაქტს? არც უარყოფ და არც დავადასტურებ, უბრალოდ თავი გამანებით. ესე იგი, არ უარყოფს. არა. შემდეგი შეკითხვა. ბატონო ბუთუნ, რატომ ხართ ასეთი ბუთქუნა და თქვენი აზრით ნინოს მოსწონს თუ არა ბუთქუნა ბიჭები? აი ჩემი აზრით არა. იმიტომ რომ ჩემს სახლში პატარა ეშმაკი ცხოვრობს, რომელიც ყოველდღიურად ნერვებს მაჭმევს. და მას ყავს ეშმაკი დაქალი, რომელიც ხშირად ძრება ჩვენთან. ვაიმე, გაუგონარი ექსკლუზივი. აი ეს უკვე ზედმეტია. ნუ მაგრამ მაინც ბატონო ნიკა, რას ისურვებდით ამ დილა ადრიან? გამანებით თავი, თორე დედას ვეტყო რომ გუშინ ხამის 2 საათამდე TikTok-ის ვიდეოებს იღებდით. ამით ეთერი დასასრულს მივუახლოვდა. კარგად ბრძანდებოდეთ. დარჩით ჩვენს ეთერში. არ გადართოთ. აბა როგორ ხართ ბიჭებო? რა ვიცი, ცოტა შერცხვენილე. ბოდიშით დავიწყოთ თუ მადლობათი ეგეც არ ვიცით. ბოდიშიც მოსახდელი გვაქვს და მადლობაც სათქვენი. ეგ არაფერი ბიჭებო. მე ყოფილი თქვენი ხნის და ხანდახან მეც გამქცევია საქციელი. რავი, მასა, ცოტა ხერხულში ვართ ახლა ჩვენს და გვინდა რომ აგიხსნათ რა, რაც მოხდა რეალურად. არაფერს ახსნა არ არის საჭირო. ეთქობა რაღაც მნიშვნელობაზე დაგჭირდათ ეგ ფული და ამიტომაც მოგიწევთ ყველის თქვა. არა უშავს. თავარიანოს წყვილს მეჩვევით და ნუც იგივეს გაიმეორებთ. არა, მას იგივეს გამეორება გამორიცხულია. მაგ ფულსაც ამ დღეებში დაგიბრუნებთ. რანაირად? კიდევ ერთი ტყუილი უნდა თქვათ? ერთი საქმის გასაკეთებლად მეორეც უნდა გააფუჭოთ? არა ბიჭებო. სწორედ ამის ახსნა მინდა. როდესაც ერთ შეცდომას დაუშვებ, ამ ერთ შეცდომაზე უნდა გაჩერდე. მეორეს ნუ ვარ დაამატებ. გაჩერდი, დაფიქრდი, გაანალიზე გიღირდა თუ არა ეგ ყველაფერი. თუ ხედავ რომ გაფორიაქებს ის რაც ჩაიდინე, ეს იმას ნიშნავს რომ არ ხარ შენ მაგის ადამიანი და შეგჭამს მაგაზე ფიქრი. მაგრამ თუ ხედავ რომ მარტივად შეგიძლია ცუდი საქციელების კეთება, მაშინ არ ჩვენ საუბარს აქვს აზრი, არც იკეთეს და არც გამოსწორებაზე ფიქრს. გესმით, რისი თქواس მინდა? გასაგები. გესმის. ხო და თუ გესმით, საერთოდ დაივიწყეთ ეგ ფული. ჩვენი ჯერიც საუღია, დაპატიჟებული ხართ ამ თვის გადასახადში. აი მას ახლა ეგრე არ გამოვა. ხერხულია მას. Stop talking about it. Let's start. ისე ხანდახან მასწავლებელი შეგიძლიათ დაპატიჟოთ თუ გაის საქმეზე მიდიხართ. მე რაფერი გიჭირთ. აი მარიამ მომწერა დილით. რა მოგწერა? საფრანგეთში მივდივარო. და როდის მიფრინავს არ ვნახავთ? გონი ხვალ მიდის, მაგრამ თბილისში წავიდა უკვე, იქედან მიფრინავს. ანუ ვერ ვნახავთ? ვერა. რა შვებით აბა? რა თქვენ? რა.
თით შეჩვენებაზე საჭმელად ხო არ გავიდეთ? აუ არა, ვერ ვარ ხასიათზე. რატო? მარიამი მიდის 3 თვის საფრანგეთში მის უფროსწმასთან. საფრანგეთი, კაია, პარიზზე ვიდამპე. მოიცა, მართლა 3 თვით ვიდივარო? ხო. ამდენი ხანი რა უნდა? თან ამ სწავლის პერიოდში. ყველაზე მეტად იმაზე მწყდება გული, რომ სპექტაკლშიც ვეღარ ვიქნებიო. ვა, მაგრად ეხავს. სანთო რატო არა დღეს? ეტყობა თავის რეპს უსმენდა და შეყვა. რა რეპს? მოვისმინეთ, ახლა მარიამს ნუ ეტყვით, სურპრიზს უკეთებს. სად უნდა უთხრა, თბილისში წავიდა უკვე. ხვალდილით ფრენა აქ და რა რებზე საუბრობთ არ იტყვით? მარიამზე დაწერა რეპი. მერე სტუდიაში წავედით და ჩაწერა. შენ დაბადებით დღეზე აპირებდა რომ იმღერა. ძალიან ტეხავს. და სანდროს ვინ ეტყვის ამ ამბავს? მე ვერ ვეტყვი. ვიღაცამ უნდა უთხრას. მივწერს არ არის. მოიცა, მივწერე უკვე. აუ იცით რა ბედნიერი იყო, დაფრინავდა ტიპი. თან მართლა მაგარი რეპი გამოვიდა. შეიძლება სანდროსთვის ასეთ ჯობდა. მარიამს არ მოწონდა სანდრო. მოიცა, ახლა მაგას ნუ ეტყვი. არა, თქვენთან ვამბობ უბრალოდ. მაგარი გაუტყდება სანდროს. მომწერა სახში ვარ. გავკვეთილების მერე გავიდეთ და გზაში მოვიფიქრებთ როგორ ვუთხრათ. ბავშვებო, როგორც შევთანხმდით, ხატვა მაგიური რამეა. ხატვის დროს შეგვიძლია გავხდეთ ოსტატი, მოგზაური, ან თუნდაც ზღაპრის გმირი. დღეს ყველაზე საინტერესო რაღაცას ვისწავლით, თუ როგორ ვიპოვოთ ფორმა. ფორმა? ანუ რა? ძალიან საინტერესოა. აი, ახლა განახებთ. აი, აქ არის უბრალოდ ჩვეულებრივი ხაზი, მაგრამ აქ თუ მრუდეს, ოვალ მრუდეს დავამატებთ, შევხედავთ, რომ უკვე მსხალია. მას მე რომ და არის ხალი დავხატო, ბანიშ და ემსგავსება. შეიძლება, ხატვაში არაფერი არ არის არასწორი. ბალიში შეიძლება მშვენიერი იყოს. მას მე ხანდახან საერთოდ ვერ ვხატავ, იმიტომ რომ მეშინია, ცუდი გამოვა. არა, ჩემო ძვირფასო, პირიქით. ხატვა ერთ-ერთი თამაშია, რომელშიც შენ ყოველთვის მოგებული გამოდიხარ. იცი რატომ? იმიტომ რომ რაღაცას ქმნი. მოვედით. რა შევით? აი, დამელოდეთ ცოტა ხანი. იქ ჭადრაკის ოთახია და 10 წუთში მოვახდინე. კაი, მიდი, სხვა გზა მაინც არ გაქვს, ვეღარ მოგვიშორებ. უბრალოდ შენ რა გამაზია ზიანა რა. დაწამოსულიყავი. ვიჯო, რა უქნა, ვეღარ ვიშოვიდი, მე მასწავლებლის ფულსა. საიდან გამეჩნდა? ცხადია ზან. ალუჩე. გამაზენე და იცოდე რა გოგოები იყვნენ, იცი, მენა საოცრება და კილოზები. ვიჯო, იყვნენ და იყვნენ. რა უქნა. და ჩვენ გერმანელები ვყავდა დაჟე. ხო ის მაგ. რა გერმანელები იყვნენ, იცი, მენა მაგარისელა. ხო და მაშინ მაგას ვერც თქვენ ვერ ნახავთ და მაშინ აღარ დავხდება, მით უმეტეს მე გულ. ეიც, რა ასკვია ვერ ვნახავი. ინსტაგრამები გვაქვს, მაგაზე გამორთვეული მეორეჯერ რო შევხვდეთ. მერე რა. აი ის მერე რა, ჩვენ მაგ ყველაფერი მოგვარებული ყავ, რა. ადი ვიჯო. ჩავაბარებთ და მოვხდეთ გერმანიაში, ვის რა სტუდენტურით. სამსახურის თამაში ხო ხდა? ნახავთ იმ გოგოებს ასე ხან, თან. იქ გვექნება მეორე კაი. ნამუშორი. ვერ მივიღებთ ახლა უარს, რაც არ უნდა ლამაზად და მხატვრულად გითხრა შენი უარის მიზეზი. გოგო, არასდროს არ მიმუშავია ამ სპექტაკლის გაფორმებას და რა იყოთ, რა შემჭამეთ. ნახეთ ვინმე სხვა გამოცდილი მხატვარი. ხო და რა ვერ გაიგე რომ ჩვენ ეს გამოცდილები და პროფესიონალები არ გვინდა. თან პიესას ჩვენ წერთ, ჩვენ ვთამაშობთ, ორგანიზებას ჩვენ ვაკეთებთ. თუ რამე არსებობს, ყველაფერი ჩვენ გვინდა რომ გავაკეთოთ და რაღა მხატვრობა შევუკვეთოთ სხვას. აუ, არ მინდა რა, მეშინია, თან ვიცი რომ არ გამომივა. მომავალ მხატვრებს მაგას ასწავლი გეშინოდეთ ბავშვებო? არა, პირიქით, არ უნდა გეშინოდეთ თქო. ხო და გამარჯობა შენ. პირველად ვნახე მხატვარს რამის ეშინოდეს. ხო, თან მით უმეტეს მხატვრობის. აუ, არ ვიცი რა, თან წარმოდგენა არ მაქვს, რანაირად გავაკეთო და რა გავაკეთო საერთოდ. არ მინდა, მეშინია, დამანებით რა, წავი. აი, ჯერ წარმოდგენა როგორ გექნება პიესა არც დაწერილა. რო დავწერთ ეგრევე შეგექმნება.
ხო, თან არ ვიცოდეთ მაინც რა შესაძლებლობა გაქვს და რა არა. ანუ ყველაფერი შეგიძლია ოღონდ მართლა. ოხ, ნუ მკერავ ახლა მაგ ლამაზი ეპითეტებით. აუ ერთი წუთით რა. მოსაფიქრებლად გაქვს ერთი დღე. დაგვირეკავ, გვეტყვი პასუხს და მე მოვილაპარაკოთ. ყვილად მაძლევ მაგ ერთ დღეს უკვე უარზე ვარ და ჯობია აქედან ვემონახოთ ვინმე სხვა. აი აზრი არა აქვს. წავედით. ხო, როგორც აიგეთ, ზუსტად ისეა. ჩვენი სპექტაკლი გვინდა იყოს ძალიან გულწრფელი. თქვენ რასაც ფიქრობთ და ვერ ამბობთ, ან ვერ ეუბნებით ვინმეს. აი წარმოვიდგინეთ ესეთი ვარიანტი, რომ დაუწეროთ თქვენ მშობლებს წერილი, ოღონდ ისე რომ ისინი ვერაზუსტ წაიკითხავენ მას. ხო, კარგი იდეა, კი, მაგრამ ჩვენ ვიფიქრეთ ესეთ რაღაც. რახან ჩვენ რუსეთში ცხოვრობდით, გვინდა რომ მონოლოგში იმაზე ვისაუბროთ, თუ როგორ განსხვავდება საქართველოში ცხოვრება რუსეთში ცხოვრებისგან. ო, აი თუნდაც, ეგეც საინტერესო თემაა. რამდენი ხანი ცხოვრობთ იქ? ბავშვობიდან იქ ვცხოვრობთ, მაგრამ აქაც ჩამოვდიოდით ხოლმე დასასვენებლად. ახლა სულ ჩამოხედით? კიდე ძალიან გვიხარია, მოგწონს აქ. აქ უფრო კარგად უგრძნობს თავს. როგორც სახში არა? ზუსტად. ოღონდ ჩვენ ცოტა გვიჭირთ ქართულად კარგად წერა და თქვენ დახმარება დაგჭირდება. კი, არ არის პრობლემა. თქვენ უბრალოდ თქვენი სიტყვებით თქვით, რასაც გულისხმობთ და ჩვენ ვეცდებით დავიხმაროთ. აქ უცნობი ხალხით მეგობრულად ელაპარაკება. შვენიერი, თქვენ მსგავსი რაღაცები გაიხსენეთ და ჩვენც დაგეხმარებით. ამანი საბოლოო ჯამში რაღაც პატრიოტული და თბილი გამოვა. თუმცა დიდი მოლოდინების გარეშე მივყვეთ და გამოვა. იტალია. აი იტალია, ვიღა. ბრატა, რომ არა იტალია, ეს პიცა არ შეიქმნებოდა. ძალიან მაგარია, ბრატა. ულა ივასე ბაბას პიცა. აი შეგაჭირე. ვიჯო. გერმანული უნდა ვისწავლოთ ჩვენ ის, ხო იცი? რა ის გერმანული უნდა ვისწავლოთ? შენ ძმაპა მასე გინდა, იგე საერთაშორისო ურთიერთობების ჩამოყალიბება რა? აი ერთი მეიცაც მობას კაფიცები რა. კი რა ის გერმანული ირონულები ჩამაბარებია და რასტევიც. შენც მობას ერთვის აუშავს რა. ჩვენ ინგლისურის მასწავლებელი კიდე რა ჯიგარია ხო იცით? ნო. კაროჩე წუნხელი დედაჩემად უურეთ რა. ფულიო თუ მოგიტანავ. და იმარა ევაზო ხო იცი მეთქით მე ხარ ხო? კიო, მომიტანავ. მე სულად გავდი თავიდან დედაჩემა რო დარეკავდი. სიმაუფება დამიარა ტანიშ. არა მე ფულმე რა განერვიულეს ვის საბანავ გადარჩენილი ხარ ქეშვილა. ბიჭო არა. კარგი გარია. მაგრამ ბიჭო კაი კაცია იდეაში. ბიჭო იტყობოდა ის კაი კაცი რო იყო მაგრამ არა. ფლამას წარმეგო. მაგარი კაცია რა. კი ბრატ. ბიჭო ისე სიმართლე რო თქვა გული რა ვარმხდა ბრატ იმაზე როგორ წამოვედი მაგრამ ჩემები ურიცხავენ მაგას ფულს და მე არასდროს ვარ მაგ ახლა რომ ეთქვა წევიღებ რა ასას იეჭვენენ მოეჭვე. ბიჭო ისე უნდა გეთქვა ის მაგ ჩვენს. შეიძლება წაგვეყვანა ის უფულად რა ის. ვიზა ის. აი მაგას თავი დავანებოთ მაგარი დერსკი ბურგერია თქვენ ზმობას გებიცებთ. შეიძლება შაურმა უნდა ნახოს და მომამს უყავ ბიჭო მაგარი. ო. ვიზა ყოვა. მეინა რა. ამას არ ჯობია. მეიცა ვიზა ჩაჯიბიდეს კითხა მაგე. აუ ეს. მაგრამ თქვენ წაიღო გიგო. მეიცა გა. ყველაფერს მაგას აფერეგეთებში რა აი. ბავშვობაში ერთი სული მქონდა რუდის გავიზრდებოდი, რომ ყავის ასადარება შემძლებოდა. ხო, და მე სიგარეტის დაყოლება, მაგრამ რამდენჯერ გავსინჯემდნენ კი რამე დავიხრჩვით. ამიტომ იყოს მარტო ყავა. რა შევა დედაშენი როგორ არის? რას უნდა შვებოდეს, რასაც სულ შვებოდა. მიშლის იმის კეთებას, რაც მინდა და მაკეთებინებს იმას, რაც თვითონ უნდა. რა გინდა მესმის დედაშენიც. შენთვის კარგი უნდა და უნდა რომ კარგი მამავალი აი, ქონდეს. ხშირ დედაჩემივით არ დამიწყო. დედაშენი როგორ არის? კარგად, როგორც ყოველთვის. ვინატრება და მინატრება. რას დავფიქრდი, იცი? აი სპექტაკლის ბავშვებს რაღაც საერთო გვაქვს, რაც გვაერთიანებს. რა? ის რომ ყოველს ვიღაცა გვყავს საზღვარგარეთი. დედა, მამა, ბებია, ბაბუ ან ძმა. ხო. თითო ემიგრანტი ყველა ოჯახს. ხო, ეგ დიდ ბანერზე გასაკრავი ფრაზაა. იცი ამას წინ შემთხვევით გავიგონე. აი მარინა მასწავლებლად ჩავეხოთე რაღაცაზე და მე ჩვენს დამრიგებას ეუბნებოდა. ემიგრაციაში წასული დედების ბავშვებსო, უფრო სხვანაირი ჩახუტება აქვთ, უფრო თბილიო და 10 წამით მის გეხუტებიო, ვიდრე სხვებიო.
სათხო დაგამო. ფეხით მოდიოდი და. ფეხით რა? ვერ გადავწყვიტეთ რომელს გვეთქვა. რა უნდა გითქვათ? რა და ავტობუსით რო წამოსულიყავით, ბარაცე ფული არ გქონდა. და რორამე და კონტროლიორი ამოსულიყო. რომელს უნდა გვეთქვა რომ ფული რას ბოდავს ეს? რა უნდა ამას? აი მოიცი მეგეტ. ნიკას აქვს რაღაცა სათქმე. გადი გამანები ხა. მოკლედ. თელი დღე ვფიქრობთ რომელმა გითხრათ ან როგორ გითხრათ. ჩვენც ძალიან ნერვიულობთ და ჩვენც ძალიან მოგვენატრება. მარიამი მიდის 3 თვით საფრანგეთში მის ძმასთან. ქვირა. მართ არს ამბობთ, ხო? კი, დედას გეფიცებ. ეს რეპი მაინც რაღაც ჩავწერი. მე რაც მქონდა შენ იყავი, შენ აღარ ხარ, არ არის, რაც არ არის, აფრინე ალალი. ასეა. მალე უნდა ქნა, საჭირო დრო, საჭირო ადგილზეო. მე სანამ ნაბიჯი გადავდგი, სანამ გევიზმორე, სანამის, გაფრინდა ჭიტა.